21 დეკემბერს მარნეულში სავაჭრო ცენტრის მარტი გაიხსნება. იგი ძირითადად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრატორის განცხადებით, მომხმარებელს როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთიდან შემოსული ხარისხიანი პროდუქციის შეძენა შეეძლება. სავაჭრო ცენტრ სმარტში ხარისხი მკაცრად გაკონტროლდება. ჩვენი სააქციო საზოგადოება Smart Retail-ი იხსნება 21 დეკემბერს 3 საათზე. დასაქმებული არის 80 ადამიანი, კადრები ძირითადად აბსოლუტურად შერჩეული არის ადგილობრივი, მარნეულის ტერიტორია მიმდებარე სოფლებიდან, არიან აზერბაიჯანელები, არიან ქართველები. რაც შეეხება პროდუქციას, არის ძალიან მრავალი ასორტიმენტი წარმოდგენილი პროდუქციის, ხარისხიანი, არის როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, ასევე იმპორტირებული საქონელი. Marneuli de yeni ticaret merkezi açılır. Smart Ticaret Merkezi dekabr 21'inde açılmalıdır. Merkezin müdiriyyətindən bildirirlər ki, müştərilər buradan yerli və xarici mallardan alıb istifadə edə biləcəklər və Smartda keyfiyyətə ciddi nəzarət olunacaq. ჩვენი სააქციო საზოგადოება Smart Retail. Smart Ticaret Mərkəzi 21 dekabr saat 3-də açılır. 80 nəfər işlə təmin olunub. İşçilər əsasən Marneulidən, onun kəndlərindəndir. Ərzaqlar isə keyfiyyətlidir. Həm yerli, həm də xarici məhsullar var. ქრისტიანული სამყარო დღეს ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვალოცვა აღელვინება. ნიკოლოზობასთან დაკავშირებით მარნეულის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში მოძღვარმა წირვა აღავლინა და მარნეულელ მრევლს დღესასწაული მიულოცა. დაგლოცოთ უფალმა ჩვენო იესო ქრისტემ. დღეს მოგეხსენებათ სრულიად მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს სცენებას მღვდელმთავრისა, საკონო სასწავლო მოქმედისა, წმინდა ნიკოლოზისა. მოგეხსენება წმინდა ნიკოლოზი ყველამ იცის, არა მარტო მართლმადიდებლმა ქვეყნებმა, არამედ არა მართლმადიდებლმა სამყარომაც კი. გარდა იმისა, რომ მას ზეიმობენ კათოლიკები, ლუთერანები და პროტესტანტი გერმანელებიც კი, ამას თაყვანს მუსულმანებიც კი წმინდა ნიკოლოზს. იცით მისი სასწაულების შესახებ, რომ ნიკოლოზი ჯერ კიდევ ბავშვობაშივე სასწაულებს ახდენდა. როდესაც მას ნათლავდნენ, პატარა ბავშვი იყო 2 წლის, რომელიც ემბაში ფეხზე იდგა და ხელმოუკიდებლად ისმენდა ლოცვის ნათლობის ლოცვებს. როცა ცოტა წამოიზარდა უკვე, ჯერ კიდევ ძუძუწოვარა ბავშვი იყო და 20 შაბათ პარასკევს ძუძუს არ წოვდა. და შემდეგ მას არაერთი სასწაული გაკეთებული. შემწე იყო წმინდა ნიკოლოზი, გამომთლიანებელი ჩვენი საქართველოსი, ჩვენი მფარველი და ჩვენი აი სწრაფშემსწრელი ყოფილიყოს ჩვენი ყველა ვედრების და ჩვენი ლოცვების. დაგლოცოთ, გაახსენოთ ხოლადიას და ბარათის დაუკვირდებული სამბიანი. მრავალ ნიკოლოზმა მომელოცოს. დღეს არის ბრწყინვალე დღესასწაული და სრულიად მთელ საქართველოს მოულოცავ ნიკოლოზობას და ფარავდეთ ღმერთ. დღეს საქართველო აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზობას და ყველა მართლმადიდებელს ულოცავ დღევანდელ დღეს. Hristiyan aləmi bugün əzəmətli Nikoloz bayramını qeyd edir. Bayramla bağlı pravoslav kilsələrində dualar oxundu. Keşiş Marneuli əhalisini Nikoloz bayramını təbrik etdi. Müqəddəs Nikolozu yalnız pravoslavlar deyil, katoliklər, hətta müsəlmanlar belə yad edirlər. Nikolozun möcüzələrindən hamı xəbərdardır. O hələ 2 yaşından dualar dinləyir, möcüzələr edirdi. Qoy Gürcistan Nikolozun ruhu qorusun. Hamınızın bayramınızı təbrik edirəm. Bugün müqəddəs bayramdır. Ümum Gürcistanı təbrik edirəm. Allah sizi qorusun.